ჩორჩანას საგუშაგოს განთავსების საკითხზე დილიდან საკანონმდებლო ორგანოში 2004-2012 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრობდნენ. ამ საკითხებზე ჯამში 5 პირი გამოიკითხა. აკარგინეთ თუ არა საქართველოს ტერიტორიები თქვენი ყველასთან შეუთანხმებელი და გაუაზრებელი ნაბიჯით და თუ ვინმესთან შეათანხმეთ ვისთან? ესე იგი, მინდა დავიწყო იმით, რომ ჩემთვის მორალურად, ადამიანურად აბსოლუტურად გაუგებარია და მიუღებელია, როდესაც სახელმწიფო, რომელიც თulis რომ ეროვნულ ინტერესებს იცავს, სოფლის მოსახლეობას იყენებს იმისთვის, რომ ჩვენებები მოაგროვოს პროკურატურის პოლიტიკური დევნის ეს ერთი. მაშინ როდესაც თქვენივე მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრი და სუსის ყოფილი ხელმძღვანელი ჩვეულებრივ ცრუ მოწმედ აქციებს და დამსმენად აქციებს. ეხლა რაც შეეხება კონკრეტულ საქმის მასალას. ესე იგი, პირველი ვიწყებ იმით, რომ საქართველოს მაშინ აი იმ დღეზე ეფექტური კონტროლი არ ქონდა და ამ დღეზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა საოკუპაციო ძალები. ამას ადასტურებს არა ჩემი სიტყვები. ამას ადასტურებს სუსის 2019 წლის წლიური ანგარიში. ამას ადასტურებს UMM-ის 2019 წლის პრეს რელიზი, რომელიც 16 სექტემბერს გამოდგა. ამას ადასტურებს ასევე ჟენევის მოლაპარაკებების 59 რაუნდის შედეგობრივი განცხადება, რომელიც საქართველოს წარმომადგენლებმა გააკეთეს. ეხლა რაც შეეხება უნდა გვესმოდეს, საქართველოს მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ ამ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლი საქართველოს არ ქონდა და ამას ახორციელებდა. ბატონო გიორგი, ერთი წუთით თქვენ ამის საპირისპირო თქვით პირველ სხდომაზე, როცა მობრძანდით, რომ ჩვენ ვაკონტროლებდითო და შეგვეშინდაო, რომ არ დაგვეკარგა კონტროლი და დავასწარითო და ეხლა ამბობთ სწორად გავიგონე, ხო, რომ ეხლა საპირისპიროს ამბობთ. ეხლა ვაგრძელებ საუბარს. არა, ერთი წუთით. პირველად რომ მობრძანდით, თქვენ თქვით, რომ ვაკონტროლებდით ტერიტორიასო და იქ იყო ნიშნებიო, რომ შეიძლება დაგვეკარგაო და ამიტომ დავასწარიო და ეხლა ამბობთ, რომ ისედაც არ ვაკონტროლებდითო და რომელი იყო ტყვილი, ეხლა ტყვით თუ მანამდე? თქვენ ტყვით, ეხლა ამ კითხვით და თუ დამასრულებინებთ, პასუხიც იქნება იმ დასრულებაში. თუ არ შემაწყდებინებთ, გაუფრთხილდებით და მე არსად არ მეჩქარება. ერთი წუთით. საპირისპიროს ამბობთ ეხლა? არა, საპირისპიროს არ ვამბობ და თუ დამასრულებინებთ, მიხვდებით, რომ საპირისპიროს არ ვამბობ. გააგრძელეთ, გაძლევთ უფლებას. შესაბამისად 2019 წლის დასაწყისიდან ყველა შესაბამისი ორგანო, მათ შორის UMM-იც, მათ შორის სუსიც, მათ შორის GDD-ს შესაბამისი განაყოფებიც, რომლებიც ამ ტერიტორიაზე დრო და დრო, იმიტომ რომ მუდმივი პატრულირების რესურსი არ არსებობდა და შეუძლებელი იყო, იქ აღმოჩნდა ეს ნიშნები, რომ საოკუპაციოდ ეს ერთი ნაწილი ისტორიის საოკუპაციოდ ბორდერიზაციის განსახორციელებლად ეს ტერიტორია მზადდება. აქედან მომდინარეობდა ის რისკები, როდესაც იქ შესულ ადამიანებს აკავებდნენ, ზოგს უშვებდნენ. ბატონო გიორგი, დიახ, რატო გაწყვეტინებთ? იმიტომ კი არა, რომ არ უნდა მოგისმინოთ, მაგრამ ჩართვისთვის ხომ არ კეთდება, ჩვენ ხომ უნდა გავიგოთ, რისი თქმა გსურთ. მე ვერ გავიგე, ამიტომ გეკითხებით. თქვენ დღეს რა მომენტშიც ჩორჩანაზე საუბარი შეგიძლიათ რომ გითხოთ, რომ დავასრულებ შემდგომ ჩაიწერეთ და ბოლოში მკითხოთ. მე რას ჩავიწერ და გადმოვიწერ, ეს ჩემი საქმეა და მომისმინეთ რა კითხვას ვსვავ რა. ხლა მე აქ ის არა მაქვს მართლა მოუწურავი ლიმიტი მოთმინების. არა, მოთმინების ლიმიტი არც მე არ მაქვს. გქოვეთ რომ დამასრულებ. ხო, ოღონდ თქვენ ვალდებულება გაქვთ რომ იქიჯდეთ სადაც ზიხართ და ჩემ კითხვებს პასუხი გასცეთ თქვენგან განსხვავებით. არა, მე ასეთი ვალდებულება. გაქვთ. არა. სისხლის სამართლის კოდექსში წერია ეს ვალდებულება.
თქვენ არ მაცილით პასუხი. ვალდებულება რო არ გქონდეთ, ჩართვაზე ვედრებას არ გამოაგზავნიდით. აი მომისმინეთ რას გეკითხებით. დიახ. ნუ ღელოთ თან დამშვიდით და უკეთესად არის და აქცეული ვინ არის ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ კარგად ჩანს და საზოგადოება. კარგი. ბატონო გიორგი, ნახეთ და ძალიან დიდად რომ გავიქცე, მაგრამ ვერ მოესწრებით. ნუ დაიბნევით. მიიღებთ ალბათ იქ გარანტიებს და ჩამოხვალთ მერე. ამაზეც გკითხავთ. იბათ ღამე რო შეხვდით თურმე ამერიკის ელჩს და მერე გვიღალატეთ და მიგვატოვეთ, მაგრამ მაგაზეც ვისაუბრებთ თუ გინდათ. მოდით. ერთი რამ თქვენც მომზადებულიყავით საოცარ რამეს ვისმენ. ესე იგი სწორად გავიგე ხო რომ თქვენ რაც ჩორჩანაზე მეკითხვა დაგისვით. სატირალია სასაცილო რო არ იყოს. თუ პირიქით. ესე იგი თქვენ თქვით ესეთი რამ რომ ამ ტერიტორიასო რაც მე თქვენ გაჩვენეთ და კიდევ ერთხელ გაჩვენეთ იისფრად 1,000,000 კვადრატული მეტრი დღეს არის რუსის მიერ ოკუპირებული, რაც თქვენ მიერ იქ საგუშაგოს ჩადგმამდე ოკუპირებული არ იყო. არის თუ არა ასე? თქვენ ამაზე მიპასუხეთ, რომ ჯერ თავიდან მიპასუხეთ, რომ ეს ტერიტორია ისედაც არ იყო კონტროლის ქვეშ და თქვენ იქით სადღაც გაიხედეთ, ალბათ კომპიუტერი გაქვთ ჩართული და იქიდან წამიკითხეთ 3 დოკუმენტის სათაური, რომ აი ამით დასტურდებაო და შემდეგ მე რომ გაგაწყვეტინეთ და გითხარით, რომ ამის საპირისპირო გაქვთ ნათქვამი მეთქი, მერე გადათქვით 2 წუთის წინ და იძახით, რომ კიო ვაკონტროლებდითო, მაგრამ მზადდებოდა ის, რომ ვეღარ გაგვეკონტროლებინაო და რა იყო რეალობა, რო გითხრათ. კონტროლდებოდა ეს ტერიტორია თუ არ კონტროლდებოდა, კი თუ არა. ჩვენ მიერ კონტროლდებოდა თუ არ კონტროლდებოდა. თუ დამასრულებინე. არა, ვერ დაგასრულებინებ, სანამ არ მეტყვით კონტროლდებოდა თუ არ კონტროლდებოდა. პასუხი რა არის? ეფექტურ კონტროლს ამ ტერიტორიაზე საქართველოს ხელისუფლება ვერ ახორციელებდა. კარგი, პასუხი მიღებულია, ეხლა როგორც არის ხოლმე წესი, გთხოვთ ამიხსნათ სამართლებრივად რას ნიშნავს ეფექტური კონტროლი. ეფექტური კონტროლი ნიშნავს იმას, რომ უცხო მოწინააღმდეგე მხარე ოკუპირებული მხრიდან ამ ტერიტორიაზე ვერ გადამოდიოდა. ეს ნიშნავს, როდესაც სრულად ვაკონტროლებდით ამ ტერიტორიას, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს არ იტაცებდნენ. ხო, ანუ პასუხი არის, რომ კი ჩვენ ამ ტერიტორიაზე ეფექტურ კონტროლს ვახორციელებდით. ვერ ვახორციელებდით. ეფექტურ კონტროლში კი გულისხმობთ რას, რომ ჩვენ ვერ ვახორციელებდით, იმიტომ რომ ამ ტერიტორიაზე ჩვენი მოსახლეობა ვერ შედიოდა ტყეში? არა, ამ ტერიტორიაზე შემოდიოდა ოკუპირებული ძალები, თანმიმდევრულად აკეთებდნენ მონიშნებს, აკავებდნენ საქართველოს მოქალაქეებს, შედიოდნენ ტყეში და იქ მწვანე ოკუპაციის, საოკუპაციო რეჟიმის ბანერებს, სასაზღვრო მონიშნებს აკეთებდნენ და ამის ყველაფრის. კი ბატონო, ეს გავიგე, ეხლა გავიგე, მაგრამ აკავებდნენ მოქალაქეებს. ერთი მაგალითი მითხარით დაკავებულის. იქ რამოდენიმე მაგალითი იყო სახელმწიფო. რამოდენიმე მითხარით. რამოდენიმე მაგალითი იყო, ერთი იყო 2019 წელს, რამოდენიმე იყო 2018 წელს. ამ ტყეში დააკავეს კონკრეტულად? ამ ტყეში დააკავეს კონკრეტულად? ზუსტად ამ ტყეში დააკავეს, მონადირე, როგორც მახსოვს, წაართვეს იარაღი, არ დააკავეს და უთხრეს ჩადის სოფელში და გააფრთხილე ყველა, რომ ეს არის სამხრეთ ოსეთის ტერიტორია და თქვენი ფეხი აქ მეორედ არ დავინახოთ. ეს ყველაფერი UN-ის მასალებშიც არსებობს და სუსის მასალებშიც არსებობს. ხო, ანუ კი არ დააკავეს. რა თქმა უნდა, გაგაგრძელებინებთ, ჩვენ არსად არ გვეჩქარება. შესაბამისად, კი არ დააკავეს, არამედ შეაჩერეს, იყო შეიარაღებული, გასაგებია მონადირე შეიარაღებულია. ჩამოართვეს. როგორ ფიქრობ? ვინ შეაჩერა? მეორე მხარემ, ტრულმა მხარემ. სად მოხდა? ბატონო? რომელ მის ტერიტორიაზე მოხდა? სად მოხდა ეს? ჩვენს ტერიტორიაზე. ესე იგი, საქართველოს მოქალაქეებს შეიარაღებული ოკუპაციის ძალების წარმომადგენლები აჩერებდნენ და არა აკავებდნენ. გადავრჩით, რო არ მოკლეს, მადლობა უნდა. არა, მე მოყვებით, რომ თქვენ თქვით, რომ აკავებდნენო და აღმოჩნდა, რომ კი არა აკავებდნენ.
შეაჩერეს, განაიარაღეს და გამოუშვეს უკან. სამართლებ შეაჩერეს და განაიარაღეს. ამას მე ვუნა. მოდით სპეკულაცია ტერიტორიაზე ვიღაცები სეპარატისტები შეიარაღებული მოქალაქეს აჩერებენ, განაიარაღეს, გამოუშვეს და ეს ნორმალურია. თქვენ ბრძან ნორმალური ეს არ არის, მაგრამ თქვენ იცრუეთ 2 წუთის წინ, როცა თქვით, რომ დააკავეს. შემდეგ თქვენივე თავს ეწინააღმდეგეთ. მითხარით ერთი მაგალითი. წინა შემთხვევა იყო დაკავებები, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ჩორჩანეს ტყეში საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს, წაიყვანეს ცხინვალში და საზღვრის კვეთის უკანონო კვეთისთვის ჯარიმა გადაახტევინეს, გაასამართლეს და გამოუშვეს ისე. აი ესეთი მაგალითებიც იყო და ესეც არის UMF-ში და ესეც არის. ასეთ დროს რა არის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობა, რა ნაბიჯები საზოგადოებას რო აუხსნათ. მონადირე განაიარაღეს, მანამდე ვიღაცები როგორც თქვენ ამბობთ, მაგრამ ამას ჩვენ გადავამოწმებთ. ასე ვერ გენდობით, არ გეწყინებათ ალბათ, რომ წაიყვანეს და კონკრეტულად ჩორჩანის ტყიდან რომ მოხდა ეს, ამას გადავამოწმებთ და ცხინვალში დააჯარიმეს. ამ დროს შინაგან საქმეთა მინისტრის ვალდებულება რა არის, რა ნაბიჯები უნდა გადადგას, საგუშაგო უნდა ჩადგას? ამისთვის საგუშაგო არავის არ ჩაუდგავს. სხვა რაღაცისთვის ჩადგით საგუშაგო? რა თქმა უნდა. რისთვის ჩადგით მაშინ საგუშაგო? მოგიყვეთ? გამაწყვეტინებთ ისევე თუ დამასრულებთ? დრო და დრო გაგაწყვეტინებთ კი. რო კითხვები დაგისვათ. კი ბატონო. იყოს თქვენი თამაშის წესები. ესე იგი, შესაბამისად, როდესაც ამ სამი მიმართულებით იყო საგანგაშო ინფორმაცია, აბსოლუტურად საგანგაშო ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ საოკუპაციო ძალებს უკვე ყველაფერი მომზადებული ჰქონდათ, აი ამ უზარმაზარი ტერიტორიის ბორდერიზაციისთვის, ამ გეგმაზე მუშაობა, იქ საგუშაგოების ჩადგმის გეგმაზე, რომელიც აუცილებელი იყო იმისთვის, რომ საქართველოს GDD-ს წარმომადგენლებს, ისევე როგორც UMM-ის წარმომადგენლებს, ქონოდათ შესაძლებლობა შეფერხების გარეშე ჩაეტარებინათ პატრულირება, რასაც ვერ ვაკეთებდით და აღგვედგინა ეფექტური კონტროლი საქართველოს ტერიტორიაზე. არ დაგავიწყდეთ და საქართველოს მოსახლეობას, მოქალაქეებს და მაყურებლებს მინდა უთხრა, ჩვენ საუბრობთ საოკუპაციო ხაზის აქეთ ჩვენ მხარეს, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ. ეხლა რაც შეეხება ამ ინფორმაციის დამუშავებას. ეს ინფორმაცია არ დაწყებულა ერთი კვირით ან ორი კვირით ადრე. ეს პროცესი დაიწყო 2018 წლის ბოლოს, 2019 წლის დასაწყისში, რომელშიც ყველა იყო ჩართული. შექმნილი იყო გეგმა, განსაზღვრული იყო კონკრეტული კოორდინატები, სადაც ამ საგუშაგოების ჩადგმის აუცილებლობა არსებობდა. უფრო მეტსაც გეტყვით. მას შემდგომ, რადგან ვერ პატრულირებდით და იმიტომ ხდებოდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ფაქტობრივი და ეფექტური კონტროლი ამ ტერიტორიაზე, რომ ჩვენ ვერ პატრულირებთ. ამ პატრულირების აღსადგენად იყო საჭირო ეს საგუშაგო. გაკეთდა გეგმა. ამ გეგმას, რა თქმა უნდა, ამ გეგმის შექმნაზე, რა თქმა უნდა, სუციც მუშაობდა, მათი ანალიტიკურიც მუშაობდა და შესაძაც მუშაობდა. ამის შემდეგ UMM-ის წარმომადგენლებს, ჯერ ერთი UMM-ზე მე რომ მეკითხებით, მე დიდი ხანია უკვე სახელმწიფო სამსახურში არა ვარ და თქვენი ვალდებულება კომისიის ინფორმაცია გამოგეთხოვათ და იმედი მაქვს რომ გამოითხოვეთ ეს ინფორმაცია. ივლისის ბოლოს თუ არ ვცდები, ამ ღონისძიებამდე დაახლოებით 3 კვირით ადრე UMM-ის წარმომადგენლები, გორის ოფისის ხელმძღვანელი და თბილისის ოფისის ხელმძღვანელი მოწვეულები იყვნენ გულუას ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში და მათ გაეცნოთ ეს ყველა ინფორმაცია, კონკრეტული კოორდინატები და საგუშაგოების რაოდენობა. ხაზგასმით აღნიშნა საგუშაგოების რაოდენობა. იმიტომ რომ დაუბრუნდები ამ საკითხს. ზუსტად იგივე ინფორმაცია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაუზიარა UMM-ის წარმომადგენლებს, მე პირადად ზუსტად იგივე კოორდინატებით გაუზიარე მაშინდელი სუსის ხელმძღვანელს გომელაოს და გადავეცი ზუსტად იგივე კოორდინატები, რაც გადავეცი UMM-ს. შესაბამისად, ხაზგასმით მინდა აღნიშნო, რომ ყველა ის პროცედურა, რომელიც გუნდურობის თვალსაზრისით იყო საჭირო, ისევე როგორც UMM-თან კარგი პრაქტიკის თუ შეთანხმებების საფუძველზე იყო აუცილებელი, იყო შესრულებული.
რაც შეეხება საკითხს, რამდენად აუცილებელი იყო ამ ტერიტორიაზე ამ საგუშაგოების გახსნა. მე თქვენ კომისიის თითოეულ წევრს და საქართველოს მოქალაქეს მინდა გავუზიარო შემდეგი ინფორმაცია. 2018 წელს ეგრეთ წოდებული ცხინვალის რეგიონში შეიქმნა მათ ეგრეთ წოდებულ პარლამენტში შეიქმნა კომისია, დემილიტაციის კომისია, რომელმაც საფუძვლად აიღო 1922 წლის აპრილში გამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ოლქის რუკა, ამ ხელოვნურ რუკაზე დააფუძნა გარკვეული ძვლებები და მათსავე აღმასრულებელ ხელისუფლებას გადაუგზავნეს ეს რუკა როგორც საქართველოსთან მოლაპარაკების დაწყების საფუძველი. ეს ცხინვალის ოკუპირებული ხაზის, რომელიც გახლავთ 350 კილომეტრი, გასწვრივ 200 კვადრატული კილომეტრის პრეტენზიას წარუდგენდა საქართველოს ფაქტობრივ ტერიტორიაზე. ეხლა მე მინდა გითხრათ ერთი რამ. ეს არის 28 სხვადასხვა წერტილში პრეტენზია, რომელიც არსებობდა. ერთ-ერთი იყო ჩორჩანი, ერთ-ერთი იყო თრუსო. ამის შემდგომ ერთ რამეს ახლა პრინციპულად მინდა ხაზგასმით საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უთხრა. ზუსტად მას შემდგომ რაც ჩვენ ჩავდგით საგუშაგო ჩორჩანში. 2019 წლის 2 სექტემბერს ეგრეთ წოდებული ცხინვალის რეჟიმის გენერალურ პროკურატურაში აღიძრა საქმე ჩორჩანაში ჩვენს მიერ ჩადგმული საგუშაგოს გამო და იქ დაიწყო ზუსტად ის გამოძიება, რომელსაც დღეს საქართველოს პროკურატურა აკეთებს. ეს ერთი. ამის შემდგომ იგივე სექტემბერში ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმმა ეგრეთ წოდებულ პარლამენტში შექმნა ზუსტად ისეთი კომისია, როგორც თქვენ გახდეთ ლარჩეთ. ეხლა რაც შეეხება ბატონო გიორგი, ერთი კი დაასრულეთ, რა თქმა უნდა. ერთი რაღაც უნდა გითხრათ, რაღაც უნდა დეფინიოთ იმართის გაგონება, მაშინ უმაწყვეტინეთ. ჩართვის ხარისხთან რომ ვისაუბრო. ჩართვის ხარისხთან დაკავშირებით მინდა ერთი რამ გითხრათ, თქვენ ხო აქ არ ბრძანდებით. თქვენ იმ ხმაზე ყვირით, რომ შეუძლებელია თქვენი მოსმენა. ცოტა დაუწიეთ, ხმას დაუწიეთ თუ შეიძლება, ლამპასაც დაუწიეთ და გონორსაც დაუწიეთ თუ შეიძლება. ძალიან ყვირით, მოსმენა არის შეუძლებელი, ხარისხზე ვამბობ. ჩართვის. ამასობაში სანამ თქვენ გააგრძელებთ, გეტყვით, რომ ჩვენ ამ წუთში გადავამოწმეთ და თქვენ უკვე იცრუეთ, როცა ბრძანეთ, რომ დაკავებები იყო, არ ყოფილა არც ერთი დაკავება, საერთოდ არც ერთი ჩორჩანის მიმდებარე ტერიტორიიდან დაკავება არ ყოფილა. თქვენ იცრუეთ, განზრახ თუ უნებლიეთ, ამას გამოარკვევს ვისი საქმეც ეს არის. ორი შემთხვევა, ერთი მონადირის შემთხვევა, რომელიც თქვენ ბრძანეთ 2019 წლის 5 იანვარს, თქვენ საგუშაგო ჩადგით ზაფხულში, როდესაც მას იარაღი წართვეს და უთხრეს, რომ აქ შეიარაღებული აღარ ამოხვიდა და ჩაუშვეს ქვევით. და 2016 წელს 3 წლით ადრე ჩორჩანისგან მოშორებით მეტყევეები შეაჩერეს ასე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და სამეგრელოზე მოსვანეთში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად კილო 200 ნარკოტიკული საშუალება მეტადონი ამოიღო. დაკავებულია 3 პირი, დანაშაული 20 წლამდე უვადო თავისუფლების საქმეთა ითვალისწინებს. სამართალდამცავება ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩრეკისას 67 შეკვრად დაფასებული 1 კილოგრამი და 200 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება მეთადონი მტკიცებად ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციის მიერ ასევე ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალების დაფასებისთვის საჭირო ნივთები. გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულების სოციალურ ქსელში არსებულ ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფის წევრები იყვნენ. ისინი შემდგომში გასაღების მიზნით ნარკოტიკულ საშუალების სხვადასხვა ადგილას ათავსებდნენ, ფოტოებს უღებდნენ, შემდეგ კი შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.
ნარკოდანაშაულში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებაში მიცემის მიზნით აქტიურად ვაგრძელებთ შესაბამის კომპლექსურ საგამოძიებო მოქმედებებს. ნარკომანიას საბრძოლის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები დღეს საბოლოოდ აღხსნება. პარლამენტი ინიციატივას რიგგარეშე სხდომის ფორმატში დაჩქარებული წესით მესამე მოსმენით განიხილავს. დაგეგმილი ცვლილებებით 15 აგვისტოდან ნარკომანიის ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება სრულად სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადავა და ამომსახურების გაწევა კერძო ობიექტებს ეკრძალებათ. ამასთან 1 ოქტომბრიდან კერძო კომპანიებს ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი სრულად შეეზღუდება და ეს მიმართულება სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება. საკითხის მოხსენების ზაზა ლომანიძის განმარტებით ბენეფიციარებისთვის ყველა საჭირო სერვისი სახელმწიფო უსასყიდლოდ უზრუნველყოფს. დღეს მოქმედ სახელმწიფო და კერძო პროგრამაში 15,000-მდე ბენეფიციარია ჩართული. ეს ნარკოპოლიტიკაც ქართული ოცნების ახლა რა მიმართულებითაც ვითომ ბრძოლავთ ამასთან დაკავშირებით გამოცხადებული ჩვენთვის არაგულწრფელი იქნება მანამ სანამ ეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არ იქნება მკაფიო. პირველი ვინ არიან მაღალ ეშელონებში ამ ნარკობიზნესის ფარველები, ეს ერთი და მეორე, როდესაც საბოლოოდ მორჩება ქართული ოცნება იმას, რომ ნარკოდამოკიდებული ადამიანები თავისი ბინძური საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენოს და ამ ადამიანებს ევაჭროს იქ 1 დოზას მისცემს, 2 დოზას მისცემს, 3 დოზას და მე არჩევნებზე არ ბენინოს ეს ადამიანები, მანამდე მათი ეს ქმედებები იქნება უბრალოდ არაგულწრფელი. როგორც მოსამართლეებს ამ შემთხვევაში ნარკომანებსაც თავზე უტყაპუნებენ. მაგრამ ძალიან რთულია თქვა, რომ ამ ხალხმა არ დაიმსახურა ესო, იმიტომ რომ ამდენი ხნის განმავლობაში ხომ უტყვად ქართული ოცნების ნებასრულს დაყვებოდა, არჩევნებზე მათ ხაზავდა, ყველაფერს უჯერებდა და როცა ასეთი დამჯერი ხარ, თავზეც წამოგარტყამენ. ამიტომ ჩემთვის ეს ძალიან გასაგები იყო ამ არჩევნების შედეგების შემდეგ, ჩემთვის სრულიად გასაგები იყო, რომ ნარკოპოლიტიკასთან ბრძოლა განახლდებოდა და ნარკომომხმარებლებს თავზე წამოუტყაპუნებდნენ. ერთი ნაწილი, რომელიც ეხება შესაბამისად ფსიქოტროპული ნივთიერებების შემოტანას, რომლის უფლებს ექსკლუზიური უფლებამოსილება იქნება სახელმწიფოს და ამავდროულად კერძო ჩანაცვლებითი თერაპიის საკითხებიც აღარ იქნება შესაძლებელი და ამ შესაბამის პროცესს წარუძღვება მხოლოდ სახელმწიფო, რაც გააზრდის მეტად ეფექტურობას და მათ შორის აღარ იქნება შესაძლებელი გარკვეულ პირებს, რომ საკანონმდებლო ჩარჩო გამოიყენოს საკუთარი ბიზნესისთვის, იმიტომ რომ ეს არის საკითხი, რომელიც ეხება ადამიანების ჯანმრთელობას და ნარკომანიასთან ბრძოლას. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი გრანტების შესახებ კანონზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაცია შეხვდა და რომ გითხრათ ვის ხვდებით და რა ინფორმაცია უნდა მიაწოდოთ. ანტიკორუფციული ბიურო აგრძელებს სამუშაო შეხვედრებს იმ ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან, ვისაც ეხება ის საკანონმდებლო სიახლე, რაც უკავშირდება ამ შემთხვევაში გრანტების შესახებ კანონთან დაკავშირებით. დღეს და ხვალ გვექნება დაახლოებით 400 არასამთავრობო ორგანიზაციასთან შეხვედრა. სამუშაო ფორმატში განვიხილავთ ჩვენ იმ რეგულაციებს, იმ მონიტორინგის რეგულაციებს, რაც კანონს აქვს განსაზღვრული და ვფიქრობ, რომ ანტიკორუფციული ბიუროს შეთავაზება იმ შესაძლებლობასთან დაკავშირებით, რაც ორგანიზაციებს კიდევ უფრო მეტად გაუადვილებს, კიდევ უფრო მეტად სანდომიანს გახდით მათ სამუშაოებს, კიდევ უფრო მეტად პატივსაცემი იქნება მათი სამუშაოები, ეს შესაძლებლობას გამოიყენებს ყველა ის ორგანიზაცია. მთავარი უნდა აღინიშნოს, რომ ამ კანონ პროექტებს, რომელიც არის ფარას კანონი და გრანტების შესახებ კანონი, ძალიან ბევრი მომხრე ყავს დღეს ის ორგანიზაციები მხარს უჭერენ, ვისაც სურს იმუშაოს კეთილსინდისიერად და გამჭირვალედ და ის ორგანიზაციები, ვინც არ უჭერს მხარს გამჭირვალობას, მე ვფიქრობ, რომ ისინი ეწევიან შეფარულ საქმიანობას და რა თქმა უნდა ეს არ არის კარგი, ეს არ არის დემოკრატიული, ეს არ არის ევროპული სტანდარტი, რასაც ისინი ამ დღეების განმავლობაში თავს გვახვევენ. ასევე სროა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ეს კანონები უზღუდავს რომელიმე ორგანიზაციას საქმიანობას. ეს კანონი აწესებს რეგულაციებს გამჭირვალობასთან დაკავშირებით და დღევანდელ საქმიან შეხვედრას ფორმატში ჩვენ გვექნება ძალიან საინტერესო საუბრები ამ ორგანიზაციებთან და იმ აღსრულების მექანიზმებთან დაკავშირებით. ჩვენ დაწყებული გვაქვს რამოდენიმე ორგანიზაციასთან დაკავშირებით და ეს საჯაროთაც არის ესე ვთქვათ ეს ინფორმაცია გავრცელებული. რა თქმა უნდა, კანონს აქვს თავისი რეგულაციები, ვინც არ ემორჩილება კანონის მოთხოვნებს, ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი და უნდა აღვნიშნოთ ერთი რამ. გამოცხადება იმის თაობაზე, რომ ვიღაცა ორგანიზაცია კანონზე მაღლა დადგება, არ შეასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებებს,
ანადგურებს ესე ვთქვათ საქმის მასალებს, არის თანამშრომლებს სახელმწიფო უწყებასთან. ეს რა თქმა უნდა არის ძალიან ცუდი ფაქტი, თუმცა კანონს აქვს თავისი რეგულაციები. ჩვენ ამ რეგულაციის ფარგლებში გამოვავლენთ ყველა იმ ფაქტებს, რაც უკავშირდება ამ ორგანიზაციების საქმიანობასთან და მე ვპირდები, როგორც ამ ორგანიზაციებს, ისე ჩვენ საზოგადოებას მივაწვდი დეტალურ ინფორმაციას. ძალიან ბევრ კითხვებზე ექნებათ ამ ორგანიზაციებს, ბევრ ორგანიზაციას პასუხი გასაცემი. მაგალითად, თუ ორგანიზაციები გვიმტკიცებენ, რომ ისინი ეწევიან საადვოკატო საქმიანობებს ან რომელიღაცა ბენეფიციარის უფლებების დაცვას და მხოლოდ ამ მიმართულებით იყვნენ დაკავებული და ეს არის მათი გაცხადებული მიზანი, მაშინ როგორ ხდება, როცა ესე ვთქვათ, მათი მხრიდან არის ისეთი შესყიდვები განხორციელებული, რომელიც არის ჩაფხუტები, პირბადეები, დროშები და ეს არის რამოდენიმე ათასობით და 10,000-ობით ლარის ღირებულების. ეს ამ კითხვებზე პასუხი უნდა გაეცეს. ამ ფაქტებთან დაკავშირებით ჩვენ ვალდებული ვართ, რომ მოქალაქეებს მივაწოდოთ ინფორმაცია, რათა კონდეთ მათ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება და შესაბამისად ამ მიმართულებით ანტიკორუფციული ბიურო გააგრძელებს ეფექტურ მუშაობას. რაც შეეხება კეთილსინდისიერ ორგანიზაციებს, დიახ, ჩვენ დავიცავთ ამ ორგანიზაციებს, არავის არ მიცემთ საშუალებას შეფარულად ამ ორგანიზაციებზე ამოფარებულად აკეთონ ფარული ესე ვთქვათ საქმიანობა, რაც უკავშირდება პოლიტიკას, რაც უკავშირდება სხვა ესე ვთქვათ არაგაცხადებულ საქმიანობას.